მოგესალმებით, მე ვარ გულმეს ბრენდ-შეფი იოსები და თქვენი მყოფებით კომპანია ფუტეკის არხზე. აქ გელით უამრავი საინტერესო და გემრიელი კერძის რეცეპტი და მომზადების საიდუმლოება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ ყოველთვის როცა დაგჭირდებათ, ადვილად ნახოთ. მოკლედ დღეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჩაწერა იქნება, იმიტომ რომ ისეთ გემრიელ რაღაცას ვაკეთებ. მე რო ძალიან მიყვარს რა, მეც რო ძალიან ბევრს მივირთმევ და ზოგადად თელს მსოფლიოში ყველგან გავრცელებული და პოპულარული. ვაკეთებთ პიცას. 0-დან გამოცხობა. პირველ რიგში მოვზადოთ ბიგას. ბიგა არის პრეფერმენტი დაბალ ჰიდრატაციის, რომელსაც დაყონება დაჭირდება დაახლოებით 12 საათი და შემდეგ უკვე ამ პრეფერმენტით მოიძებნება პიცის სოღი. რაში გჭირდება ბიგა? ეხლა უცებ რო აგიხსნათ. ცომს უფრო ჰაეროვანს ხდის, სტრუქტურაც უკეთესია, უფრო წელადიც არის, დაგჭირდება ფქვილი, წყალი, საფუარი, მარილი და ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთი. ეხლა ეს უცებ მოიძილება. ცოტა ზეითუნი. მოკლედ, მეგობრებო, სანამ ზეთს ხავ, ეხლა გეტყვით, რომ ეს სომსაზელიც მოგვაწოდა ფუტეკმა, მაქსიმალ სომსაზელია, ძალიან მაგარი. მე დაახლოებით 3 წელია უკვე მოვიხმარ მსგავს სომსაზელებს, ზოგი 5 წელია გვაქვს უკვე და არც არანაირი პრობლემა შექმნია პირიქით. ძალიან მძლავრებია, ძალიან მაგრებია. მე მგონი საერთოდ არ ფუჭდება, იმდენი ხანია ზოგი მიდგას საწარმოში, რომ რა ვიცი, უკვე ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არ ფუჭდება და უნდა გავტესტო კიდე რამოდენიმე წელი. მოკლედ, ბიგა როგორც გითხარით, თითქმის მზად არის უკვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. ცომას და ბიგამაც უნდა გაიაროს სულად ცივი ფერმენტაცია. ალბათ ვიდეოებშიც გექნებათ ნანახი, ყინულებს რომ ყრიან. ეს უფრო სეზონური ამბავია, უფრო ზაფხულში არის სასურველო დავაყაროთ ყინული, რომ არ გაგვითხრეს ცომი მოზელვის დროს და არც ბიგა. უფრო კარგი გემოც აქვს შემდეგ, უფრო კარგი ტექსტურაც აქვს, რაც უფრო დიდ ხანს გაივლის ფერმენტაციას პიცის ცომი. უფრო ხრაშუნა და ჰაეროვანიც იქნება წყობის დროს. ბიგაზე დაგვრჩა დაახლოებით 10 წამი ზეითუნის ზეთ შეიძელს ცოტას და შემდეგ უკვე განახებთ როგორ იძლება ცომი. მოკლედ ესე გამოიყურება ჩვენი ბიგა. ამას ახლა გადავიტანთ უკვე მაცივარში და დაახლოებით 12 საათიან ფერმენტაციას გაივლის. შემდეგ დავუბრუნებთ ისევ საზელში და ამით მოიძება უკვე ცომი და რაც თავარია, ცივად როგორც აგიხსენით, რომ გაიაროს ნელა ფერმენტაცია, არ გააქტიურდეს ძალიან საფუარი, რომ იყოს უფრო ხრაშუნა და უფრო ჰაეროვანი. მოკლედ, ბიგა მზად არის, გაიარა 12 საათიანი ფერმენტაცია, ცივად რა თქმა უნდა. ეხლა დავიწყებთ ცომის მოზიდვას და რამე გაგითხრათ კიდევ. ჩვენ ვამზადებთ 60%-იანი ჰიდრატაციით, რაც ნიშნავს, რომ 1 კილოგრამ ფქვილზე 600 გრამი წყალია. ნუ საფუარი დაახლოებით დაჭირდება, სველი საფუარი თუ გაქვს დაახლოებით 15 გრამი, 20 გრამი დაჭირდება ამ 1 კილოგრამ ფქვილზე, 20 გრამი მარილი და დაახლოებით 30 გრამი ზეთი. ეს უკვე ნუ ჯერ ბიგას, ნაწილს ბიგას უკეთებთ, ნაწილს შემდეგ უკვე ცომს მოზევლისას. ეხლა მოკლედ ჩავაგდეთ ბიგას, ფქვილს, წყალს, საფუარს და მარილს აქაც დავამატებთ და ბოლოსკენ უკვე ზეითუნის ზეთს. დავიწყებთ ცომის მოზევა. ჯობია დავანაწევროთ, რომ მარტივად გაიხსნას მოზევლისას. დიდი ხანი არ გაჩერდეს და არ გადაგვიხურდეს ცომი. მოკლედ დავანაწევრეთ ბიგა. ეხლა დავასხავთ წყალს. და დავამუშავოთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება ბიგა. ესე იგი, გაიხსნა ბიგა კარგად და ეხლა რას ვაკეთებ? ვამატებ საფუარს კიდევ. ვამატებ ფქვილს. კარგად შეიკრას ცომი. და ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი. მარილს ვამატებთ ბოლოს. და რატო? მარილი ზოგადად ხელს უშლის გლუტენის განვითარებას ცომში. გლუტენი თუ არ განვითარდა კარგად, ნაკლებად წელვადია, დაიხევა დამუშავების დროს, დაიხევა გამყელების დროს
და არ იქნება კარგი მოკლედ რა. ეხლა შეიძებს გულსაც, მარილს დავაყრით შემდეგ და შემდეგ დავსხავ ზეითუნის ზეთს. და დაახლოებით ამ პროცესს უკვე შემდეგ ბიგის მოზილვა თავის მარილიან საფუარიან ზეთიანა სადღაც 10 წუთი გრძელდება. ან 15. მოკლედ ცოტა მოვჭიმოთ სომი ზევიდან პრიალა ზედაპირი იყოს, რომ დაგუნდავების დროსაც გუნდებსაც პრიალა ზედაპირი ქონდეს. დაახლოებით 5 წუთი დავაცადოთ, რომ მორბილდეს ოდნავ და სამუშაოებლად მარტივი იყოს. ზეითუნის ზეთს უწევ ზევიდან, რომ არ გახმეს და 5 წუთში დავიწყებთ დაგუნდავებას. ისე ვაგუნდავებთ, მოკლედ, რომ ეს ღია მხარე ქვევიდან მოექცეს. არც გვერდიდან, არც ზევიდან, რომ შემდეგ აპყელების დროს გვერდიდან არ გასკდეს ან ზევიდან და ასე შემდეგ. ესე იგი, მეგობრებო, დადგა ის მომენტიც. ეს გემრიელობა რა უნდა გამოვაცხო. ამ დროს მე დიეტაზე ვარ და პიცას ვერ ვჭამ. მაგრამ პროდიუსერი მიირთმევს და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მოეწონება თან. და რა ვქნათ, სუნით მაინც დავნაყრდები. და ეს არის ჩვენი ფერმენტირებული ცომი. ეჭვი მაქვს, რომ ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს. ამოვიღებთ ფრთხილად, რომ სიმრგვალე არ დავარღვიოთ. და ეს ორ პიცას მოგიმზადეთ. მარგარიტას, დედოფალი მარგარიტას საპატიო შექმნით პიცას იტალიის დროშის ფერებში, მწვანე ბაზილიკი, თეთრი ყველი და წითელი соуსი და მეორეს მოგიმზადეთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიცას პეპერონს. ჩვენ წინასწარ მომზადებული პიცის соуსი ბაზილიკით, ორეგანოთი და რაღაც რუღაც გემრიელებებით. მოცარელა, რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კიდევ მეგობრებო. ესეც ფუტეკისგან მოწოდებული ძალიან მაგარი იტალიური პიცის ღუმელი. სანამ ის პიცა გამოცხდება, ძალიან ცოტა დრო ჭირდება, ეს ღუმელი ხურდება დაახლოებით 500 გრადუსამდე და დაახლოებით 1 წუთი, წუთნახევარი ჭირდება პიცის გამოცხობას. მანამდე მეორე გუნდას მოვიმზადებ. და იმ პიცასაც გამოვიგებ უკვე გამომწვას. ესეც ჩვენი მარგარიტა. ზევიდან მოვაყაროთ ბაზილიკი. რაც ერთ-ერთ მთავარ გემოს და არომატს აძლევს პიცას. და დავჭრათ. მოკლედ აი ესეთი მაგარი პიცა გამოგვივიდა რა. ეხლა გამოვაცხოთ პეპერონიც. მოსალება. პეპერონი. მზად არის გასამგზავრებლად მოკლედ ღუმელში. ესეც პეპერონი მეგობრებო. ამასაც რა თქმა უნდა მოვაყრით ბაზილიკს. ისეთი სუნებია, წამძლევს სუნი მე და დავარღვევ დიეტას ვატყობთ. კამერა რო გაითიშება, ასე რომ არ გათიშოთ კამერა ძალიან ხუთს.
აი ესეთი სასწაულები მზადდება ჩვენთან რა. რა ბატონო. ესეც პეპერონი. ძალიან მაგარია. ერთი უნდა გავსინჯო, მაინც სხვა გზა არ მაქვს. საოცრებაა. ბოდიში ჩემ დიეტოლოგს. მოკლედ, ცოტა გრძელვადიანი პროცესია, რა თქმა უნდა. ეს ამდენი დაყოვნება, ამდენი ის, მაგრამ დამჯერე დღეს სახში ვამზადებთ. ცოტა მოთმინება და შემდეგ კი ნახეთ, აგერ 2 წუთი ჭირდება 1 პიცის გამოცხობა სახში გექნებათ ღუმელები. ძალიან მარტივად გამოაცხობთ და ძალიან გემრიელ პიცას შეჭამთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და ლაიქეთ ეს ვიდეო, რათა უფრო მეტმა შეძლოს ჩვენი ნახვა. მე კი გემშვიდობებით, შემდეგ გემრიელობამდე.